გამარჯობა ძვირფასო ტელემაყურებლებო. ეთერში მოტივაცია არის და ჩვენი სტუმარი გიორგი ფხაკაძე. ეს არის ჩვენი მესამე გადაცემა, სადაც ჩვენ ვიხილავთ, დავიწყეთ ჩვენ პირველი გადაცემა და დავიწყეთ პრობლემებზე საუბარი, რასაც არის ზოგადად ამ სოფლის სტრატეგიული განვითარების დარგში. მე მეორე გადაცემა ჩვენ აღწერეთ სიტუაცია ვაშტატამში, ატამში, ან სადღაც ჩვენ როგორ ვითარდება ბაზარი, მსოფლიო და კერძოდ რუსეთის ბაზარი იქ რა ხდება. ჩვენი კონკურენტები როგორ მაგათი ბრუნვები იზრდება და როგორ ჩვენი ბრუნვა იზრდება. გავიარეთ სხვადასხვა ჯიშები, რაც გვაქვს ჩვენ ახლა ამჟამად და რაზე კიდევ უნდა გავაკეთოთ აქცენტები, იმიტომ რომ რა მოთხოვნა იზრდება საექსპორტო ბაზრებზე. და ეს ჩვენ ვისაუბრებთ ხურმაზე. მაგრამ მანამდე გადავალთ ხურმაზე, მე მინდა ორი საკითხი გავიხილო. პირველი საკითხი, შემოდიოდა ზარები ჩვენ სულ ფერმერებისგან და ერთმა ძალიან სერიოზული ფერმერი თქვა, რომ მე მქონდა ნაცადი ეს ბრტყელი ატმები და სამწუხაროდ მე მქონდა უარყოფითი შედეგი, სულ იყო ესე იგი კარგი ხარისხიანი საქონელი გამოდიოდა, სადაც 40% და 60% იყო უხარისხო, სკდებოდა კურკა და ეს მე საკითხი მინდოდა გამევლა გიორგისთან. და კიდე მეორე საკითხი ეს არის, რომ იქ და კვირას ჩვენ ვაპირებთ ჩატარება უკვე კრება მსხვილ ფერმერებთან ჩუმლაკში გამგეობაში. მაგას მე დამატებით გეტყვით, რომელ საათზე დასადეს იქნება, თუ ვის სურვილი გექნებათ, მოგბრძანდით და ესწარით ჩვენ ონლაინ კონფერენციას გიორგისთან ერთად და მსხვილ ფერმერებთან. გავივლით საკითხებს ახალ ჯიშებზე და ეს უკვე მაგასაც ჩვენ ჩავცეთ როგორც გადაცემა, მაგრამ ის იქნება პირდაპირ კონტაქტი მსხვილ ფერმერებთან, სადაც ყველას ექნება საშუალება რომ დასვან კითხვები და მიიღონ პასუხები. გიორგი, აი პირველი კითხვა, რო სკდება კურკა, თქვენ მაგაზე რა სიტყვით? პირველ რიგში მივესალმები ისევ და ისევ ჩვენს ტელემაყურებელს, მოგესალმებით თქვენ. კიდევ ერთხელ ძალიან სასიამოვნოა, რომ ესეთი ციკლი მიმდინარეობს და იმედიობს, უფრო მეტი და მეტი ადამიანი ჩაერთვება ამ პროცესში, უფრო სიღრმისეულად და სხვა კუთხით დაინახავენ არსებულ რეალობებს, რა გვაქვს დღეს. რაც შეეხება დასმულ კითხვას, ხალხს გავუსმენ, რომ როგორც მედიცინაში ხოლმე ტელეფონი ძნელია სწორი დიაგნოზით დასვას ექიმმა, ასევე ძნელია ზოგადად გადმოცემით თუ არ შეფასდა ის მომენტები, რომლებსაც ეხლა ჩამოვთვლი, რომ ზუსტი ესე რომ თქვა დიაგნოზი დაისვას და ზუსტი მკურნალობა დაინიშნოს. ისევ არის სოფლის მეურნეობაში, უნდა მოხდეს პირველ რიგში დავიწყებ მოკლედ, მაგრამ მთლიანად რომ დავინახოთ სურათი. პირველ რიგში უნდა იყოს გარკვეული რა რეალურად რა ჯიში არის და რა ხარისხის ენერგია ჩადებული. ანუ ეს იმას არნიშნავს, რომ ვიღაცამ რახან ბრტყელი ატამი გააშენა, რომ ეს არის უმაღლესი ხარისხის ენერგია. და ენერგია ეს ჩვენ არ ვიცით, ანუ მე მხოლოდ კითხვის დონეზე ვიცი. ეს არის პირველი საკითხი. მე ვიცი, რომ ეს კაცი ჩამოიტანა ეს მე მგონი იტალიიდან ჩამოიტანა ეს ენერგიები. იტალიაც არ არის იმის გარანტია, ყოველთვის რომ თქვენ იდეალურ ენერგიას მიიღებთ. აქ კონკრეტული კომპანიები და კონკრეტული სანერგები არის უფრო ეტალონად ასაღები, ვიდრე თვითონ ქვეყანა. თორე იტალიაში როგორც უმაღლესი ხარისხი, ისევ შეიძლება იაფასიანიც იყოს წარმოებული. ანუ მე ეს არ ვიცი, მე არ ვიძახი რომ ეს ცუდი ან კარგი. მე უბრალოდ ვიძახი რომ ეს აქსიომა არ არის, რახან იტალიურია, რომ ეს იდეალურია. რა შეიძლება იყოს, ხო? დასაგებია. მეორე საკითხი, ზოგიერთ ჯიშებს და არა მხოლოდ ყელში თუ სხვა ახასიათებთ მიდრეკილებები გარკვეული სტრეს ფაქტორებისადმი, რომ აი ეს მაგალითად ეს ამ პრობლემამ თავი იჩინოს. ესეც გასათვალისწინებელია, შეიძლება ჯიშს ახასიათებს, რომ ერთი ჯიში გარკვეულ სტრესულ სიტუაციაში არ იჩენს ამ პრობლემას, მეორე იჩენს. ეს მეორე მომენტი. არის კიდე ესეთი ფაქტორები, რომ
ხშირი ერთ-ერთი მიზეზი, რასაც იწვევს კურკის გახეთქვას, ეს არის ასევე, როცა დიდი ხანი ან წვიმები არ არის, ან დიდი ხანი დეფიციტი აქვს წყლის ხეს და შემდეგ უცბად ერებაშა დიდი რაოდენობით მოდის ხოლმე წვიმა იქნება თუ მორწყვა, ანუ არაკონტროლირებად მასაში, ხშირად ხდება, რომ ესეც არის ერთ-ერთი მიზეზი, რაც იწვევს კურკაში ნახეთქს. და ეს უკვე იწვევს ფაქტიურად პროდუქტის გაფუჭებას შემდეგში. იმიტომ რომ გახეთქილი კურკა ეს არის ღია კარები, სხვადასხვა სოკოვანი თუ ბაქტერიული დაავადებებისათვის და იწყება ჯაჭვური რეაქცია. ანუ ეს უკვე ავტომატურად ხილი კარგავს. ეს ყველაფერი კიდე შეიძლება გამოწვეული იყოს ასევე კვებით, ასევე სწორი შეწამვლით. ანუ გააჩნია ფაქტორები, მაგრამ ერთ-ერთი აშკარა ფაქტორი განსაკუთრებით კიდე რომელიც ჩვენს საქართველოში იჩენს თავს ეს ნახეთქი არის აი ამ არასწორი ირიგაციის მომენტები და ქაოტური მორწყვა ან დიდი წვიმები, რომელსაც თან აქამდე რაღაც სუბუქი ფორმის გვალვა შეიძლება ახასიათებდა, სულ არ იყო პერიოდი. აი ესეთი ფაქტორები იწვევს. იმიტომ ვიძახი, რომ გამოსარკვევი და მონიტორინგი არის გასაკეთებელი, რა იწვევდა ამ პრობლემას, რა პერიოდი ქონდა მორწყვის, როგორ ირწყებოდა. აი ამ ფაქტორების შეჯამების შემდეგ აგრონომთან ერთად და სპეციალისტებთან ხდება ხოლმე პრობლემის მაქსიმალურად ახლო რეალობასთან იდენტიფიცირება და უკვე პრევენციის და ზომების დაცვა, რომელიც ამ პრობლემას ასწორებს. ამიტომ თვითონ ეს ბრტყელი ატამი მოდის და სხვა ატმები იდეალურები, ანუ ამ ჯის არ აქვს მაგისი პრობლემა, თუ დაცული არის, თუ არის სწორი გაშენება, სწორი მოვლა, სწორი მორწყვა. ეს პრობლემები თავს არ იჩენს, ხომ? რაღაცა იყო დარღვეული და ამან გამოიწვია. ეს უბრალოდ ეს იყო ისეთი შეკითხვა, ადამიანი, რომელიც ეს ხშირად არ არის ახლა ჩვენთან საქართველოში, რომ ძალიან ბევრი უკვე გამოცდილება ჩვენ გვაქვს ახალ ჯიშებზე და ამას აქვს და მე აუცილებლად დავპატიჟებ ამ პიროვნებას აი მომავალ შეხვედრაზე ჩუმლახში და კიდე თქვენ უკვე პირდაპირ დაელაპარაკები და განიხილავთ სხვა პრობლემები, რაც იქნება. მაშინ კაი, გადავიდეთ დღეს უკვე ხურმაზე და ორი სიტყვა მინდა გითხრათ, იმიტომ ჩვენ ჩარჩან დავიწყეთ ხურმის ექსპორტი პირდაპირ ქსელში და პრობლემა ეგეთი იყო, ანუ ჩვეულებრივი მრგვალი ხურმა, რომელიც ჩვენთან მოდის, მაგაზე ჩვენ შეგვექმნა პრობლემა და მე ჩვენ გავიგეთ, რომ რეალურად აი ჩვენი ხარისხი, ანუ ხურმის ხარისხი არ არის შესაბამისი იმ ქსელის მოთხოვნას, არ შესაბამებოდა ამ მოთხოვნას, სადაც ჩვენ ვაპირებდით შესვლა. შევიდა კარგად, ანუ ის აქ ვიძახით შიშბურონ, ეს რასაც უკვე იაპონურს კიდე ეძახიან ჩვენთან. როგორ? იაპონურს ეძახიან კიდევ ჩვენთან. იაპონურს, ხო, ჩვენთანაც კი აი მოგრძელო ისე ხურმა, მაგისი ხარისხი იყო ნორმალური, მაგრამ აი ეს მრგვალი საერთოდ გითხებს ეს რა არის და ჩვენ გავიგეთ, რომ ეს არის სუფთა საბაზრო პროდუქტი. ამ პროდუქტით რასაც ჩვენ ექსპორტზე გადის, ეს მარტო თუ გაიყიდება ბაზარში გაიყიდება. და შესაბამისად უფრო დაბალ ფასში ვიდრე ქსელი. ეს უკვე ჩვენი გამოცდილებიდან გამომდინარე. მაგრამ თქვენი, რა თქმა უნდა, ეს რჩევა და თქვენი აზრი მაინტერესებს, რა ახალი ჯიშები არსებობს, რითი ჩვენ შეგვიძლია გავუწიოთ კონკურენცია, იმიტომ რომ რასაც მე ვნახე, ისეთი იდეალური ხურმა შემოდიოდა აზერბაიჯანიდან, რომ მე არ ვიცი, რა პოტენციალი ჩვენ სულ ლაპარაკობ რო პოტენციალზე, მაგრამ ჯიშების გვინდა ახალი ჯიშები, რომ გავუწიოთ კონკურენცია. რაც გვთავაზობთ? ისევ მინდა რომ მეტნაკლებად სრული სურათი შეექმნას ჩვენს ტელემაყურებელს და დაინტერესებულ პირებს, ვინც ამ სფეროში მოღვაწეობენ. ამიტომ სუბუქი მიმოხილვა გავაკეთოთ, ჯერ რა არის ხურმის ბაზარი, შემდეგ უკვე გადავალ როგორც ატამთან და ვაშტატამთან ჩვენ რეგიონზე, ჩვენ რეალობაზე და რა პრობლემები, რა გამოწვევები და რა გამოსავალი გვაქვს ამ პრობლემებიდან, რომ წინ გადავდგათ ნაბიჯები. ეხლა გაგიზიარებთ მე თქვენ
პატარა პრეზენტაციას, რომ ნათლად დავინახოთ უფრო ვიზუალურად რის თქმა მინდა მე. მინდა ზოგადი მიმოხილვა დავიწყო გლობალურ მარკეტზე, სად არის ხურმა და რამოდენიმე ისტორია ხურმაზე, რომელიც დარწმუნებული ვარ, უმეტესობამ არ იცის. შეიძლება ვიღაცებმა იციან, უმეტესობამ არ იცის, იმიტომ რომ ცოტა სხვა წარმოდგენა გვაქვს ხურმაზე. პირველი დავიწყეთ. ესე იგი დღეს ამ წუთას სოფლიო ხურმის და კარალიოკის როგორც ჩვენთან ეძახია, მაგრამ საერთაშორისო ბაზარზე მოიხსენება როგორც პერსიმონი ან კაკი. ესეც სახელი აქვს უფრო ხურმა უფრო ეს პოსტსაბჭოთა სივრცეში და ჩვენ სამეზობლო ქვეყნებში ხდება ამის იდენტიფიცირება. ასევე ხაზი მინდა გაუცვა, რომ პერსიმონი ხურმას ნიშნავს საერთაშორისო ბაზარზე, მაგრამ კიდე არსებობს პერსიმონი, რომელშიც ერთი ასო არის განსხვავება. ერთი ემით და ორი ემით იწერება. ერთი ემით იწერება ესპანური პერსიმონი, რომელიც დაპატენტებულია და ანუ კონკრეტულად ესპანურს ნიშნავს იქაურ წარმოებას. ამ წუთას მსოფლიოში ხდება დაახლოებით 4.5 მილიონ ტონამდე წარმოება. თანხის ეკვივალენტში ამ წუთას 1.5 მილიარდზე მეტი დოლარის ბაზარი არის ხურმის მსოფლიოში. ტენდენცია არის მზარდი და დაახლოებით 2035 წლამდე პროგნოზებით მინიმუმ 2.5 მილიარდ დოლარის მოცულობამდე გაიზრდება. ეს დაკავშირებულია როგორც თვითონ ამ ხილის მოხმარებით, მსოფლიო ბაზარზე ზრდით და უფრო მეტი პოპულარიზაციით და ასევე თანდათანობით მოსახლეობის ზოგადი ზრდით. ორივე პროპორცია ჯამში მის საერთო მოხმარებას გაზრდის. ეხლა რაც შეეხება დღევანდელ რეალობას, რა გაგვაჩნია. ჩვენს ახლო სამიზნე ბაზრები, რაც რეალობა არის საქართველოში ამ წუთას, ეს არის რუსეთის და ევროკავშირის ბაზრები. იქ გალფის ქვეყნებით შეიძლება განვიხილოთ, მაგრამ მასიური ექსპორტი უფრო ამ ქვეყნებში არის რეალური. ევროკავშირში ფაქტიურად ექსპორტი 90% უკავია ესპანეთს. ანუ ეს არის ერთპიროვნული დომინანტი ბაზარზე ხურმის წარმოების. ისევ დაუძახებ ხურმას პერსიმონს, ვინაიდან იქ ყველანი პერსიმონს მოიხსენიებენ. 150,000 ტონაზე მეტი იყო ექსპორტირებული 2021-22 წლებში ესპანეთთან. ხანდახან ეს ციფრი ლავირებს იქიდან გამომდინარე, თუ რამდენად კარგი იყო მოსავალი, დაიღუპა თუ არა. ხა წელს მაგალითად ძალიან დიდი კატასტროფა მოხდა ესპანეთში შემოდგომის ბოლოს. ძალიან დიდი წყალდიდობები და წვიმები იყო, რამაც დიდი რაოდენობა მოსავალი გაანადგურა. ესეც ყოველთვის მოქმედებს ხოლმე ექსპორტზე, ვინაიდან მოხმარება დიდია ესპანეთის შიგნით ხურმის და დიდი დაღუპული რაოდენობა მოსავლის მოქმედებს, რომ ექსპორტიც მცირდება, მაგრამ ჯამში ეს მის დომინაციაზე ევროპაში არ მოქმედებს და ნებისმიერ შემთხვევაში ის ყოველთვის ლიდერი არის. შემდეგ სლაიდში მინდა ვთქვა, რომ რაც წერამთ საუბრის დასაწყისში, ეს ესპანური პერსიმონი, როგორც ერთი ემით რომ იწერება, ეს არის მისი დაცული სავაჭრო სახელწოდება და განსაკუთრებული ჯიში, რომელიც ესპანეთში მოდის, არის როხო ბრილიანტე და ეს არის მისი რეგიონი რიბერა დელ ჩუკერ. ესე ეძახიან, ეს არის საიდანაც დაიწყო ამ ჯიშის გავრცელება. ეს მრავალი წლის ისტორიას ვიძახი და ამან უკვე ფესვი გაიდგა და გავრცელდა. სხვათა შორის ჩემი მეგობრების უფროს მეგობარ თაობებს აქვთ იმ კომპანიას ფაქტიურად გავრცელებული და შექმნილი ეს ჯიში და პოპულარიზებული მთელს ევროპაში. ისინი არიან ამის ერთ-ერთი სულის ჩამდგმელები. ეს მრავალი წლის ისტორიაა, მაგრამ მაგ კონტაქტი იმ პიროვნებებთან, რომელ კომპანიასაც ფესვია გაშვებული ამ პროცესის. კიდე მინდა დაგანახოთ, რომ რაც ხდება ზოგადად ევროკავშირში, ასევე იტალიაც მონაწილეობს, მაგრამ თქვენ ხვდებით ახლა სად 150,000 ტონა ექსპორტი და სად 5-6,000 და 7,000 ტონა. რამხელა განსხვავება არის სხვა ექსპორტიორებს შორის. პორტუგალიაში 1,500 ტონა, სამხრეთ აფრიკა 550 და ხომ ხვდებით
ძალიან ვერავინ ვერ უწევს კონკურენციას ესპანეთს. მიუხედავად იმისა, რომ სხვაებიც გარკვეული წილით აწარმოებენ ამ პერსიმონს. ესეც გრაფიკი არის საიტიდან, რომელი ქვეყნები იყვნენ ექსპორტიორები. 2021 წლისთვის ესპანეთი დომინირებდა მსოფლიოში ექსპორტით და ხაზი მინდა გაუსვა, რომ აქ ხაზს უსმევ, რომ ესპანეთი არ არის უმსხვილესი მწარმოებელი, ჩინეთი არის უმსხვილესი მწარმოებელი, რომელსაც მოცულობების კუთხით ვიძახი, ამ შემთხვევაში ხაზი მინდა გაუსვა. უბრალოდ ჩინეთი შიგნით იმდენს მოიხმარს, რომ ექსპორტზე ცოტა გადის ჩინეთიდან. ანუ ის მოცულობები არ გადის. აქ კონკრეტულად ექსპორტზე გატანილ რაოდენობებზე მაქვს საუბარი. ექსპორტი ესპანეთი არის პირველ ადგილზე და მას მოყვება შემდეგ აზერბაიჯანი. ჩვენთან ზოგიერთებმა იმდენად ღრმად არ იცოდნენ რა ხდება აზერბაიჯანში, ამას კიდევ შევეხები შემდეგ სლაიდებში, მაგრამ რამდენად წინ არიან წასულები აზერბაიჯანის წარმოება. შემდეგ მოდის უზბეკისტანი და ჩინეთი დაახლოებით ერთ რაოდენობას აექსპორტებენ და სადღაც უკვე შიგადაშიგ სხვა ქვეყნების ნაზავი, პოლონეთი 2%, ლიტვა და საქართველო. ხდებით რამდენად მცირე მოცულობებში არის საქართველო წარმოდგენილი. ეს მინდა წარმოვიდგინოთ ესპანური პერსიმონის ერთ-ერთი ნაირსახეობა და ქართველი ტელემაყურებელისთვის შეიძლება ეს ჩვეულებრივი ხულმა როგორც კუხეთ ეჩვენებოდეთ, მაგრამ კავშირი გაწდა ისმის ჩემი ხო? კი, გიორგი. ეს არის სურათები, ბაღების ატყობთ ვიზუალურად, რამდენად მოვლილი და რამდენად ნაკლებად დეფექტიანი პროდუქტი არის. თუ ხედავდით, აი წინა სურათი დავაბრუნებ ისევ. აი ეს ორი სლაიდი დავატრიალე სპეციალურად, რომ მინდა ხაზი გაუსვა, რომ ესპანურ ჯიშებს და ამას დაუბრუნდებით ცოტა მოგვიანებით, რატო და როგორ ხდება ეს. ესპანური ჯიშები იჭმევა აი ამ მდგომარეობაში. ანუ ის, რასაც ჩვენთან მოსული ხულმა სანამ არ დამწიფდება, აი სანამ ჟელისებრ მდგომარეობაში არ გადადის, რომ აი იყოს მწიფე, უკვე ძალიან ტკბილი და არომატული, იქ სხვა მიმართულებები აქვს ჯიშებს, იქ ხდება ამ პროცესში როგორც ვაშლის ისე მოხმარება. ეს არის ძალიან ტკბილი, გემრიელი და ძალიან პოპულარული სახეობა ხურმის. როგორ და რანაირად ხდება, ამას მოგვიანებით დაუბრუნდები. ჩვენთან ესეთ ხურმას თქვენ ვერ შეჭამთ. იმიტომ რომ პირს ჭრის რა, ესე ქართულად რომ თქვა, სანამ არ დაამწიფებ, ვერ ჭამ. იქ პირიქით ისე ხდება მოყვანა და დამუშავება, რომ ამ შემთხვევაში ჩვეულებრივად მიირთმევ. და ეს ძალიან პოპულარულია. შემდეგ ასევე ესპანეთი ზრდის და ზრდის თავის მოცულობებს ევროკავშირში. უკვე 9 მილიონ ტონაზე მეტს აწარმოებენ. საშუალოდ ეს წინა წლების მონაცემები, მაგრამ წელს უკვე 9 მილიონ ტონაზე მეტსაც გადაცდებიან ხოლმე რაოდენობებში. ასევე მინდა ვთქვა, რომ 40,000 ტონა იყო არაწევრ ქვეყნებში ექსპორტირებული, ან 150,000-დან, რაც ექსპორტზე გავიდა ესპანეთთან, ეს ევროპის გარეთაც გადის ექსპორტზე. და ეს არის სხვათა შორის ის ქვეყნები, ნაწილი იმ ქვეყნების, სადაც ჩვენ შეგვიძლია რომ ხარისხიანი პროდუქციის შემთხვევაში ჩვენც ვაკეთოთ ექსპორტი. ეს იგივე ბელორუსია, უკრაინა და ჩვენთვის ძალიან ნაცნობი ქვეყნებია, სადაც ისინი საუდის არაბეთი თუ გინდათ. იქაც შეგვიძლია ჩვენ ვაკეთოთ ხარისხიანი პროდუქტის არსებობის შემთხვევაში. ესე სტატისტიკური მონაცემები არის, ვის რა წილი და შესყიდვების სად რამდენი ტონა მიდის და რომელ თვეში რამდენი ტონა რომელი ქვეყნიდან გასულა ექსპორტზე და შესულა იმპორტზე. ეს მაჩვენებლები იყო. ეხლა ეს სლაიდი მე მინდოდა გამიკეთებინა, მაგრამ დავესესხე სოფლის მეურნეობის სააგენტოში გადავაწყდი და იმად დავესესხე, რომ ნაშრომში ვახსენე, რომ არ იყოს დაკარგული ვისიც არის სლაიდი შექმნილი, დასესხებული სლაიდი, ესე რომ ვთქვათ. ხაზი გაუსვი მე რამოდენიმე ჩვენს ტარგეტ
ბაზარს, სადაც ჩვენ უნდა გქონდეს ორიენტირი, რომ ჩვენ გავაკეთოთ ექსპორტი. მათ შორის ამ წუთას თავარი და ერთადერთი ამ წუთას ქვეყანა არის რუსეთი, რაც ხორციელდება და კი ხედავთ, რამხელა პროცენტული დომინაცია გააჩნია აზერბაიჯანს ამ ქვეყანაში ექსპორტისთვის 75%-მდე თითქმის შედის აზერბაიჯანიდან და 1-2%-ის ფარგლებში ჩდება სხვა ქვეყნები, მათ შორის საქართველო. ნუ ძალიან მცირე გვაქვს ჩვენ ექსპორტი, რამდენიმე 1000 ტონა გადის რუსეთში ჩვენგან და უზბეკეთი მოდის აზერბაიჯანის შემდეგ. ანუ ჩვენ ფაქტიურად რაღაც ისეთი წილიც არ გვიკავია ბაზარზე, რომ ამის ზემოქმედება შეგვეძლოს ჩვენი ექსპორტის კუთხით. ხდება ის, რომ ჩვენ ვართ უზბეკისტანის და უფრო ხშირად აზერბაიჯანის ფაზზე მიბმული და იძულებულები ვართ, რომ იმის გამო, რომ იმათ პრესტიჟი და რეპუტაცია აქვთ, ყოველთვის იმაზე იაფად გავიყიდოთ. ეს ნებისმიერმა ექსპორტიორმა იცის, რომ ქართული ხურმა ყოველთვის აზერბაიჯანულზე იაფიღებს. გამომდინარე, ჯიშის იქ მრგვალი იქნება თუ წვეტიანს რო ეძახიან, ან შიშბურუნს, ან მრგვალს, ყველა პოზიციაში იმაზე იაფად გვიწევს პროდუქციის გაყიდვა. ასევე სხვა ბაზრებს მინდა გაუსვა ხაზი, რომ აი ბელორუსიის ბაზარშიც გვაქვს პერსპექტივა, რომ ჩვენი პროდუქტი წავიდეს, პოლონეთის ბაზარზეც არის, ყაზახეთის ბაზარიც განვითარების პროცესშია და შემდეგ წლებში უფრო გაზრდილი იქნება არა მხოლოდ ხურმის, სხვა ხილების მოხმარებაც. იქ რიტეილის ვითარდება ისე როგორც საჭიროა მოხმარებაც და საინტერესო ბაზარია ყაზახეთის ბაზარი, რომ ჩვენს მიერ მოხდეს მისი ათვისება სხვადასხვა პროდუქტებით. საუდიის არაბეთი, ნიდერლანდები და ჩეხეთშიც არის პერსპექტივა გაშვების, მიუხედავად იმისა, რომ ფაქტიურად დომინანტი არის ესპანეთი. ამ წუთას ჩემთვის არარეალური არის იქ გაშვება იმ სახით და იმ ხარისხით, რაც მასიურად არის საქართველოში, მაგრამ თუ მოხდება იმ პროექტების განხორციელება და ხარისხის წარმოჩენა, იქაც შეიძლება რომ ჩვენი რაღაც წილი ბაზრის მოვიპოვოთ. შეიძლება ეს არ იყოს დომინანტი, მაგრამ ჩვენ წილს საექსპორტოს მოვიპოვებთ. მე ესე ვთვლი ყოველ შემთხვევაში. ეს არის ქართული ხურმის წარმოების მოცულობები საშუალოდ ლავირებს 10-დან 15,000 ტონის ფარგლებში. აგერ წლების მიხედვით ნაჩვენებია ეს გრაფიკი. ცვალებადი რაოდენობა არის, მაგრამ ფანჯარა არის დაახლოებით 10-დან 15,000-მდე, საიდანაც ძირითადი რაოდენობა გადის რუსეთში ექსპორტს. ეს ხან 7,000 ტონა, ხან 10,000, ხან 8,000, ხან 11, მაგრამ აი ამ ფანჯარაში ვტრიალებთ ამ წუთას. ეს არის სხვადასხვა ბაღების, აზერბაიჯანის ბაღების ჩვეულებრივი მრგვალი ჯიშის სახეობები არის. ეხლა რაც შეეხება ჩვენს რეალობა, სად იმყოფება საქართველო და ვისთან გვაქვს კონკურენცია. ძირითადად ჩვენი კონკურენტი არის ამ წუთას, თუ შეიძლება ესე ვთქვათ, კონკურენტი დავარქვათ, იმიტომ რომ ძალიან წინ არიან ჩვენგან როგორც ხარისხის კუთხით, ასევე რაოდენობების კუთხით. და უკვე ბაზარზე თავისი სახელის, ნიშის და დამკვიდრების კუთხით, ძირითადად ყველა ქსელები და ბაზრობები სეზონზე ყველანი ჯერ აზერბაიჯანს ელოდებიან და ნაკლებად აკეთებენ აქცენტს საქართველოზე. საქართველო ესე ინერციით შედის ბაზარზე ძირითადად აზერბაიჯანულ მასასთან ერთად. წინა წელს 127 მილიონი დოლარის ხურმა გაყიდა აზერბაიჯანს. წარმოიდგინეთ, რამხელა ციფრი არის ეს. ჩვენთან შედარებით ძალიან დიდი ესეთი წინგავარდნა აქვს ჩვენთან შედარებით. ხურმის ექსპორტის 90% ისინიც ახორციელებენ ევრაზიის ეკონომიკური კავშირის ზონებში და იქ ექსპორტირებული 100%-დან 90%-ს ისინიც რუსეთის ბაზარზე ახორციელებენ. ცოტა იქითაც უშვებენ ყაზახსტანი, ბელორუსია და ასე შემდეგ უკრაინაშიც აქვს ცდილობები, მაგრამ ძირითადად მაინც
რუსეთის ბაზარზე ხდება რეალიზაცია. რომ წარმოვიდგინოთ, რა მოცულობები არის ქვემოთ ხაზი გავუსვიმე, ნაჩვენები არის ციფრებში, იმედი ეკრანზე ჩანს ხომ კარგად ეს ციფრები სტატისტიკის, ვისაც აინტერესებს, აი კარგად დაინახავს ამ ფორმებს. შემდეგ წელს 2022-23-ში 127 მილიონი ხურმა გაიყიდა, 165,000 ტონა იყო მოყვანილი. ხვდებით რა ხელა განსხვავება არის მოცულობებში. და იქ წლიდან წლამდე ლავირებს, ხან ცოტა იკლებს, ხან ცოტა იმატებს, მაგრამ ჯამში ხდება აქტიური ზრდა მაინც საშუალო მაჩვენებლით წლიდან წლამდე. თუ რამდენად წინ მიიწევენ. მინდა ვთქვა, რომ ბოლო რამოდენიმე წლის განმავლობაში 5-7 წლის უკან იმდენად ბევრი იყო და დაბალხარისხიანი ბაღები, ვისაც ჰქონდა აზერბაიჯანში, ზოგიერთებმა დაიწყეს ბაღის გაჩეხვაც. იმიტომ რომ ეს იმ ბაღებზე მაქვს საუბარი, რომლებსაც არ ქონდათ ხარისხიანი მოვლის საშუალება. ხო იცი, უბრალოდ რომ ბაღი არის მიგდებული, ესეც ხო სტატისტიკაში ითვლება ხოლმე. ვიღაცას სერიოზული ბაღი აქვს თანამედროვე, ვიღაცას აქვს ჩვეულებრივი ბაღი, რომელსაც არც უვლიან თითქმის, ან ძალიან ზერელეთ უვლიან და აი ამ ტიპის ფერმერებმა ერთი პერიოდი დაიწყეს გაჩეხვა, მაგრამ საერთო მასაზე ზემოქმედებას არ ახდენდა. ეხლა იქიდან გამომდინარე, რომ აზერბაიჯანს აქვს გეგმა, რომ დაინახა რეგიონის ანალიზის მიხედვით, რომ უკონკურენტო მწარმოებელი არის და სხვა ქვეყნებში არ ხდება ისეთი მასიური და ინტენსიური თანამედროვე ბაღების გაშენება. ეხლა ძალიან ესეთი აგროსფეროში პროპაგანდა მიმდინარეობს, რომ სუბსიდიების გამოყოფა დაიწყეს. აგერ აი თარიღები მიჩვენებული წინა წლიდან გამომდინარე, ვინც გაშენება დაიწყო, წელს ვინც აშენებს, რომ მოკვეთებენ სუბსიდიებს, რომ გააკეთონ ახალი თანამედროვე ინტენსიური ტიპის ბაღები. ანუ ეს 650 და 600 ენერგი და 700 ენერგი რო შენდება ჰექტარზე აი ამ ფართობში, ეს უკვე ინტენსიური ტიპის ბაღი არის. და იქ უკვე მიდის მუშაობა, რომ ახალი თანამედროვე და ხარისხიანი ბაღების გაშენება დაიწყოს, უნდათ რომ იმ უკონკურენტო დომინაცია ქონდეთ ხურმის ბაზარზე ჩვენ სამეზობლოში. ანუ აქედან ელემენტარული ლოგიკა არის, რომ ჩვენ თუ არ შევძელით ამ ბაზარში მოვლის გაუმჯობესება, აგროსფერო იქნება, ენერგების ხარისხი, ინტენსიური ბაღები, გაყიდვა, ამ პროდუქტის პრომოუშენი, ძალიან ცუდი მდგომარეობა ექნება ხურმას, დროთა განმავლობაში სულ უფრო და უფრო გადავა უფრო დაბალხარისხიანში, დაბალფასიანში და იაფი ფასის გარდა ნაკლები ინტერესი ექნება ვინმეს, რომ სხვა შემთხვევაში წაიღოს ქართული ხურმა. ანუ ძალიან დიდი დარტყმის ქვეშ ვიქნებით. იქიდან გამომდინარე, ჩვენ მოცვისგან განსხვავებით არ გაგვაჩნია ალტერნატივა, რომ ჩვენ ევროკავშირში რაღაც მინიმალური სტანდარტი დავაკმაყოფილოთ და შევიდეთ და მასა გავყიდოთ. ანუ ჩვენ შეიძლება იმ მდგომარეობაში დავშეთ, რომ აზერბაიჯანმა სუნთლიანად შთანთქოს ეს ჩვენი სამეზობლო ბაზარი. ამ შემთხვევაში რუსეთი და ევრაზიის ეკონომიკურ კავშირზე მაქვს საუბარი. ანუ აი აქ უფრო რთულ სიტუაციაში ვიმყოფებით სხვასთან შედარებით. ეხლა მაქვს საუბარი ამ თვისას მხოლოდ ფრეშზე. მე არ მაქვს ჩირზე საუბარი, იქ კიდე ცალკე ისტორია, ცალკე სახსენებელი არის ჩირის პოტენციალი, რომელიც ჩვენ საკმაოდ კარგი გვაქვს და ეს კიდე ცალკე ისტორია. ამ მხოლოდ ფრეშად გაყიდულ პროდუქტზე მაქვს საუბარი. ასევე 2023 წლის აღწერით აზერბაიჯანში არის 13,000 ჰექტარზე მეტი გაშენებული ხურმის ბაღები. აქ სულ სხვადასხვა ჯიშები, სხვადასხვა ისინი არის, მაგრამ ჯამში 13,000 ჰექტარი ეს ძალიან სერიოზული რაოდენობა არის ჩვენთან შედარებით, არა მხოლოდ მსოფლიო ინდუსტრიისთვისაც, მით უმეტეს საექსპორტოდ ორიენტირებული ქვეყნისთვის. ჩინეთში ისე ვიზახი ბევრად მეტი არის, მაგრამ იქ შიდა მოხმარება არის და ექსპორტზე იმდენი არ გადის. სხვა ქვეყნებთან შედარებით პროცენტულ შეფარდებაში. ანუ იქ პლუსი კიდე ის არის, რომ ეხლა ცდილობენ თანამედროვე და ინტენსიური ბაღების
გაშენებას. თავისი ექსპერიმენტები აქვს, როგორც ესპანეთიდან ჩამოტანა, ისე რაღაც ადგილობრივ ჰიბრიდებს ცდილობენ რომ გააკეთონ და სხვადასხვა ისმიდის მანიპულაციები, მაგრამ შედეგი ის არის, რომ წინარიან მოცულობებშიც, ხარისხშიც, თავისი ნიშის მოპოვებაშიც და მოპოვებული აქვს საერთაშორისო ბაზრებზე, განსაკუთრებით იმ ბაზრებზე, სადაც ჩვენ შეგვაქვს და ძალიან დიდი სამუშაო არის გასაწევი, რომ ჩვენ ამ ნიშაში მოვიპოვოთ ჩვენი ადგილი. ჩვენი თან ადგილი არა უბრალოდ ღირსეული ადგილი და არა ის ადგილი, რასაც ბაზარი მიგვიჩენს, არამედ ვიბრძოლოთ, რომ თუ დაუშვათ პირველ ეტაპზე რამოდენიმე წლის მერე ჩვენ ვერ შევძელით მოცულობებში დაწევა და ამ წუთას მე ვფიქრობ, მოცულობები არ უნდა იყოს მხოლოდ პრიორიტეტი, არამედ უნდა იყოს პრიორიტეტი, რომ ხარისხში დავეწიოთ, რომ ყველა შემდგომი ახალი გაშენებული ბაღები, ან დღეს რაც არის გაშენებული ბაღები, უმაღლეს ხარისხზე გადავიდნენ მოვლის, რომ ყველა პროცედურები იყოს ჩატარებული, როგორც არის ისე საჭირო, აგრონომიული თვალსაზრისით, დავეწიოთ ხარისხში, პირველ რიგში და მეორე, გაშენდეს თანამედროვე კონკურენტუნარიანი ბაღები, რომ მოცულობის ზრდა ქართულ ბაზარზე დაიწყოს ხარისხის ზრდით პირველ რიგში, რომ ხარისხი გაიზარდოს. ეს არის სწორი გზა. ასევე უზბეკეთმა 2024 წლის იანვრიდან დეკემბრამდე ჩათვლით 85,000 ტონა გაიტანა ექსპორტზე. დაახლოებით 60 მილიონ $, ღირებულების პროდუქცია ხურმის. და რუსეთის ერთ-ერთი ყველაზე დიდი იმპორტიორი იყო აზერბაიჯანიდან, პარალელურად აზერბაიჯანის, მაგრამ აზერბაიჯანი კიდევ უფრო დიდი არის. აქედან 65,000 ტონა გავიდა ექსპორტში რუსეთში, იმ 85,000-დან. 75% უკავია რუსეთის ბაზარს, წინა წლის სტატისტიკიდან გამომდინარე, რუსეთის ბაზარს უზბეკეთის მთლიან ექსპორტში. ყაზახეთშიც გააქვთ, ასევე ვიძახება, ყაზახეთი მზარდი ბაზარია და 15,300 ტონა. 15,300 ტონა ეს არის მთლიანი ქართული წარმოება. ანუ ყაზახსტანში, ყაზახეთში არის იმისი პოტენციალი, რომ რამოდენიმე 1000 ტონა მაღალხარისხიანი კონკურენტუნარიანი პროდუქტის ფანჯარა თავისუფლად გავიდეს ქართული ხურმის. უბრალოდ საჭირო არის ამ ყველაფრის რეალურად წარმოება, ამის პრომოუშენი ყაზახსტანის ბაზარზე და ყველაფერი რეალური და შესაძლებელია. მთავარი პროდუქტი იყოს კარგი. კიდე ეს ერთი თუ იმემარიცო და ესეც აღსანიშნავია, რომ რუსეთის და ჰოლანდიის ბაზარზე აქტიური ექსპორტიორი იყო. წინა წლებში ბევრად მეტი მოქონდათ ისრაელიდან ეს ხურმა, თავისი ჯიში აქვთ. აი როგორც ესპანელებს რაღაც პერსიმონი აქვთ, ესეთივე ჯიში აქვთ შარონი ისრაელში წარმოება. ძალიან ისეთი კარგი ჯიში არის, აქებენ და საკმაოდ პოპულარობით სარგებლობდა მომხმარებლებში. მაგრამ ბოლო წლებში რატომღაც შემცირდა მისი ექსპორტი, ეს არ ვიცი, ცალკე ანალიზის საჭიროებს, რატო შემცირდა. იქ ომი, პოლიტიკა და თავისი აგრონომიული მომენტები, მაგრამ კიდე აზერბაიჯანიც თავისი ფასებით და იმით ზეწოლას ახდენს ბაზარზე დიდს. მაგრამ ეს ამ წუთას ჩვენ აქ ორი აზრი არ არის, ისრაელიდან რა გზა არის გასარველი, ხო, ეს არის კონტეინერებით პორტში ნავარასიტკიდან და მერე კიდე გზა და აზერბაიჯანი პირდაპირ საზღვარი არის და ვერ გავუწევენ კონკურენციას აზერბაიჯანს, იგივე პრიორიტეტი ჩვენც გვაქვს, მაგრამ ჩვენთან არ გვაქვს ეს თანამედროვე ჯიშები და ხარისხი. მართავს ძალიან ზუსტად. ერთ-ერთი გადამწყვეტი ფაქტორი იყო ერთ-ერთი. ეს პატარა ბაღის მაგალითი, როგორ შენდება დღეს უკვე თანამედროვე ახალგაზრდა ხურმის ბაღი არის, გადახურულია, რომ მაქსიმალურად დაცული იყოს, რომ განვითარება მოახდინოს ხემ და ხელი არ კონდეს შეშლას
მის განვითარებაში. ესე ლამაზად, აკურატულად ისეთი სასიამოვნო არის, რომ სეირნობაც კი სიამოვნებას მოგანიჭებს. ეხლა რაც შეეხება, მინდა გადავიდე სხვადასხვა ხურმის წარმოებაზე, რამოდენიმე სლაიდი მინდა დაგანახოთ და სანამ დავიწყებდე ამ სლაიდებში გასვლას, მინდა პატარა ესეთი შესავალი გავაკეთო, რომ წარმოდგენა გქონდეთ რა არის ხურმის ის დასაწყისში, რას ვთქვი, თვითონ ხურმა. მსოფლიოში არსებობს ორი ძირითადი მიმართულება ხურმის, ეს არის ქართულად ვიტყვი, რომ არ გაურთულო ტელემაყურებელს, ეს არის პირს რო ჭრის და პირს რომ არ ჭრის, ეგეთი სახეობები. ესე მარტივად რო დავთქვათ. და პირს რომ არ ჭრის, ჩვენ საქართველოში ვიცით, ეგრეთ წოდებულ კარალიოკად მოიხსენიებენ, აი შოკოლადის ფერი რო აქვს, ჩვენთან ეგრე მოიხსენიებენ. ეს კიდე ცალკე ისტორია ხანდახან, როცა დედალს და მამალს ეძახიან ხოლმე თავის, როგორც ვიცი, ქართულ ბაზარზე. თუ ერთ წელს დაყვავილება მოხდა, ის შოკოლადის ფერად ხდება, თუ არ მოხდა, თეთრად რჩება და მერე სიმწიფეში თკბება ხოლმე. ეს თავის სპეციფიურობები ახასიათებს ჩვენ ჯიშებს და ზოგადად პირს რო ჭრის იმ ჯიშებს და არსებობს კიდე ისეთი ჯიშები, რომელიც პირს არ ჭრის. მაგრამ ზოგადად ის ჯიშები, რომელიც უფრო პირს ჭრიან, ესენი უფრო მეტი არომატულობით, მეტი სითკბოთი და იმით გამოირჩევიან. მაგრამ პრობლემა რაში მდგომარეობს? თუ ამ ტიპის ხილმა არ მიაღწია სრულ სიმწიფეს, მისი ჭამა შეუძლებელია. ანუ კი იცით რატომღაც, ეს არის მოკლედ რომ თქვა, ტანინების დაგროვება ხდება და ამის, თუ ინტერესი იყო, შეიძლება უფრო დეტალურად მეც აგროსამეცნიერო დეტალებში შესვლა, რა არის ეს ტანინები, რატომ და რა რეაქციას ახდენენ, როცა ჭამ ჩვენ პირში ცილა გვაქვს და ეს ტანინები მასთან ქიმიურ რეაქციაში შედიან. და იმიტომ გვიჩნდება ეს პირის შრობის და პირის მოჭრის შეგრძნება. ეს ახასიათებს ამ ტიპის ხურმის ჯიშებს. ეხლა რა ხდება ამ შემთხვევაში? არსებობს კიდე მესამე ტიპი ხურმის, მაგალითად ესპანური პერსიმონი. და რას აკეთებენ იქ? და რისკენ უნდა გადავდგათ ჩვენ ნაბიჯი და ესეც კი გააკეთა აზერბაიჯანმა. უბრალოდ იქ ჯერ იმ მოცულობებში არ არის, რაც ძველი ეგრეთ წოდებული კლასიკური ჯიშები, შიშბურანი, ხარისგულას ეძახიან კიდე, ძალიან წააგავს შიშბურას, ჩვენთან რო გაიგოს ტელემაყურება, იგივე რასაც წვეტიანს და იაპონურს ეძახიან, აი მაგ ჯიშებს რო ძალიან წააგავს, ხარისგულაც უფრო დიდი კალიბრით გამოირჩევა, მაგრამ ეს აზერბაიჯანებას დაიწყეს ესპანური ტიპის, აი პირს რომ არ ჭრის, მაგ ხურმების მოყვანა. ეხლა რა არის ეს მესამე ტიპი? ერთი არის პირს რო ჭრის, მეორე რო პირს არ ჭრის და არის მესამე ტიპი. მესამე ტიპი არის იმ ჯიშის ხურმა, რომელიც პირს ჭრის, რომ იგი იყოს მაქსიმალურად არომატული და უფრო ტკბილი ჩვეულებრივთან შედარებით, მაგრამ ესპანელებმა დაანერგეს ტექნოლოგია, რომელიც გვაძლევს იმის საშუალებას, რომ ჩვენ არ დაველოდოთ ამ ხილის ჟელეს ან გადამწიფებას, რომ შევძლოთ მისი ჭამა და როგორც ვაშლი რომ მივირთვათ, იმ დონეზე იკრიფება, იმ პროცესში იკრიფება ხილი, მუშავდება და ჩვენ მას მივირთვათ როგორც ვაშლს. და ეს არის ძალიან გემრიელი. დამუშავება არ ხდება რაღაც ისეთი ქიმიური ნივთიერებებით, რომ ეს ჯანმრთელობის მავნე იყოს, არავითარ შემთხვევაში. ხდება გარკვეული ნახშიროჟანგის მანიპულაციებით, რომლებიც ახდენს ამ ტანინების, ესე რომ ვთქვათ, პოლიმერიზაცია ხდება ამ ტანინების და ისინი უკვე, იდეაში ის არის, რომ არ მინდა დღეს წავიდე ამ აგროსიღრმეებში, უბრალოდ ხდება ზემოქმედება იმ ტანინებზე და ის პირს აღარ ჭრის.
და ხდება უგემრიელესი. სხვათა შორის ქართული დელეგაცია, ვინც იყო ნაწილი ჩამოსული წელს გერმანიაში, სპეციალურად მინდოდა რომ ჩვენებისთვის გამესინჯებინა, მისული ვიყავი ჩვენებთან ქართულ სტენდზე, ჩემი პარტნიორების პროდუქტი წავიღე ზუსტად აი ამ სახით, ну, დაახლოებით რა იგივე იყო პროდუქცია, რაც თქვენ ახლა ეკრანზე ხედავთ და თავიდან ყველას გაოცება იყო რომ გავჭერი რომ თეთრი იყო და ჩვენ ფსიქოლოგიაში თეთრი ხურმა ვიცით რომ პირისჭრის გასინჯვა არავის არ უნდა და მეუთხარი გასინჯეთ ეს სულ სხვა რაღაცა არის ვაშლივით როგორც პირველი მე მომიწია გასინჯვა შემდეგ უკვე სიმამაცეც გამოიჩინა ყველამ და გასინჯეს და ყველას მოეწონათ ნუ ვაფშე ყველა გაყურებული იყო თუ ვიზუალურადაც იყვნენ ჯერ გაყურებულები თუ რამდენად სურათზეც აწყობთ რამდენად მოვლილი არის სუფთა კანის ფლობელი და ნაკლებად შეინიშნება დეფექტები ეს სპეციალურად კიდე საუკეთესო ეს რიგითი შევარჩიე კიდე არის აი ძალიან იდეალურად რომ გამოიყურება ეგეთები და ვაშლივით მიირთმევ და ძალიან გემრიელია ძალიან პოპულარულია მსოფლიოს ბაზრებზე ყოველ წელს ჩინეთშიც კი დაიწყეს ექსპორტი უკვე მიუხედავად იმისა რომ ჩინეთი უდიდესი მწარმოებელი არის ამ ესპანური ტიპის პროდუქციის დაიწყეს, რომ ძალიან პოპულარული არის იქ. აზერბაიჯანმაც წინა წლებში გააკეთა ბაღების გაშენება, იქ თავისი სპეციფიკური მომენტები იყო, რომ კლიმატს მორგებოდა, ისევ და ისევ ეს ცალკე სალაპარაკო თემა არის, რომ სწორი შერჩევა მოხდეს, სწორი პროცედურების, მაგრამ საბოლოო ჯამში მაინც დაიწყეს ამ ტიპის ხურმის წარმოება, რომელიც უფრო სხვათა შორის ძვირად იყიდება სუპერმარკეტებში. წელს და წინა წელს უკვე შემთხვევები იყო, რომლებიც ერთ-ერთმა სუპერმარკეტებმა რუსეთში დახლზე იდო. და ეს იყო აზერბაიჯანული პროდუქტი, რომელიც თეთრ მდგომარეობაში ვაშლივით იჭმევოდა. და ღირდა ჩვეულებრივ ხურმაზე 1.5 ტირე ზოგჯერ ორჯერაც კი ძვირი. ანუ უკვე ამ კუთხითაც კი აზერბაიჯანში გადადგმულია უზბეკისტანში ნაკლებად უფრო სხვა ჯიშებზე არის აქცენტი გაკეთებული ჯერჯერობით ნაკლებად იყო მაგრამ დარწმუნება შეიძლება სადღაც იქაც მიმდინარეობს ეს პროექტი მაგრამ აზერბაიჯანში შემიძლია ზუსტად და დადასტურებით თქვა რომ ეს პროცესი უკვე მიმდინარეობს ეს პროცესი აქტიურია და ძალიან წინ არიან ამ პროცესში ჩვენთან ფაქტიურად ეს პროცესი არ არსებობს ჩვენ თუ ეს ყველაფერი ისე წავიდა რომ გეგმის მიხედვით და ფერმერებმა და მსხვილმა პლანტაციებმა მოინდომეს ხარისხის გაუმჯობესება ჩვენ წავალთ ამ მიმართულებით რომ ეს ტექნოლოგია და ეს თანამედროვე ჯიშები ჩვენთანაც დაინერგოს და აი ამ კუთხით უნდა დავიწყოთ ჩვენ ახლა დაწევა სანამ ჯერ კიდე ისეთი გაქცეული არ არის სიტუაცია რომ ძალიან ძნელი იყოს და უნდა წავიდეთ ამ კუთხის მიმართულებით რომ განვითარდეთ დღეს აი სხვა სლაიდებზეც გადავალ, ხედავთ თუ რა ხარისხთან გვაქვს საქმე, კანზეც ეტყობა. ხო უყურებთ ფაქტიურად გასლიკინებულია ზედმეტი დეფექტების გარეშე. ჩვენთან ძალიან დიდ ნაწილ მოსავალს, ძალიან დიდ ნაწილს ახასიათებს შავი ხაზები, ძალიან ბევრი შავი დაწერტილობა, რაც უფუჭებს მას ეგრეთ წოდებულ კომერციულ იერსახეს, აკარგვინებს. ჯერ მარტო ამ კუთხით. თავი რო გავანებოთ, რომ კონკურენციაში ესპანურთან ვერც შევა, იმიტომ რომ ჩვენსაც ვერ შეჭამ თეთრ მდგომარეობაში, სანამ არ დარბილდება. კიდე რაში იგებს ესპანური ჯიში? როცა შენ გაქვს მიზანი, ეს სხვადასხვა ჯიშები არის, აგერ აი მოყვანილი. აი ეს წააგავს ჩვენსაც ყველაზე მეტად ჰაჩიარო წერია ეს ჩვენს იაპონურ წვეტიანს რასაც ეძახიან ბოლო შერ კიდე მინი ხურმა ძალიან გემრიელი არის ისიც მაგრამ ჩვენთან არ ვიცი ეს ჯიში საერთოდ გაშენებული არის თუ არ არის არც ვიცი არ არის ხო და აი წევან რასაც ვიძახდი რომ რაში იგებს კიდე ესპანური ტიპის ჯიში გარდა იმისა რომ თქვენ უნიკალურ პროდუქტს ქმნით მიუხედავად ჩვენი ბაზრისთვის უნიკალურს ექსპორტზე რომ გაუშვა შენ წითე ფაქტიურად დაღუპული ხარ. იმიტომ რომ არც ერთ სუპერმარკეტი დარბიებულ პროდუქტს არ მიიღებს.
იმიტომ რომ დარგვირებული პროდუქტი უკვე უნდა კონდეს მომხმარებელს სახში. და ამდენი ტრანსპორტირება, შენახვა ეს ყველაფერი ანადგურებს დარბილებულ პროდუქტს და შეუძლებელია მისი დაექსპორტება, მით უმეტეს როცა ჩვენ გვაქვს საუბარი 1000-ობით და 10,000-ობით ტონაზე. ამას არავინ არ აკეთებს მსოფლიოში. ამიტომ ესპანელები რას იგებენ? მათ აქვთ პროდუქტი, რომელიც აი ხა ზუსტად გაჭრილი მაქვს, აი კი ხედავთ მაუსი სადაც მიყვანილი, ხო, კარგად. მიყვანილი და ეს პროდუქტი არის მკვრივი, ტრანსპორტირებადი, უნიკალური და პოპულარული. ანუ ყველა ჩამოთვლილ პარამეტრში ეს პროდუქტი იგებს. მე მგონი საქართველოს შიდა ბაზარზეც კი რომ იყოს შესაძლებელი რომ აი ამ მდგომარეობაში მიირთვა როგორც ვაშლი და მსხალი ხურმა დარწმუნებული ვარ არა მხოლოდ ექსპორტზე 2 წელიწადი ჩვეულებრივად რომ სუპერმარკეტებში წარმოვადგინოთ ეს პროდუქტი და ბაზრებზე ჩვეულებრივად აი ფანტასტიკური სისწრაფით მოიპოვებს პოპულარობას შიდა ბაზარზე მოხმარების კუთხითაც. მე მგონი ეს საინტერესო სერიოზული მიმართულება. გიორგი, ეს არის სწორი მიმართულება, ერთადერთი მიმართულება, რომელიც გამოიყვანს ამ სტაგნაციიდან ეს დარგი. ნუ რასაკვირველი ამას ყველაფერს დაჭირდება სერიოზული ორგანიზება, ამ ყველაფერს დაჭირდება სერიოზული აგრონომიური, კლიმატური, ამ ყველაფერს გაანალიზება, რასაც ახლა ამ წუთას ჩვენ ვაკეთებთ და ამ ყველაფერში ვინც დაინტერესებული ფერმერები იქნებიან, ჩაერთვებიან ჩვენთან ერთად, როგორც გუნდის ნაწილში და დაინტერესებულები და არ ვიცი უკვე რა შეთანხმება მოხდება დაინტერესებულ პირებთან, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში ამ დარგს თუ უნდა გადარჩენა, საჭირო არის მსგავსი ინოვაციები და არსებული ჯერ კიდევ იმ ბაღები, რაცაც ძველი ეგრეთ წოდებული კლასიკური ჯიშები მოყავთ, იმ ბაღებში ძალიან გაზრდა ხარისხის მოვლის, რომ ის ძველი არსებული ჯიშებმაც კი რაც დარჩება ბაზარზე და რაც არ გაიჩეხება, რომ მაღალი ხარისხის ვიზუალურად კარგი პროდუქტი მოიყვანო. რომ ეს ჩამორჩენა იმ აზერბაიჯანულ კლასიკურ ჯიშებთან ჩამორჩეს და გათანაბრდეს და თუ კიდე შეიძლება გადავასწროთ ხო კარგი არის და დაინერგოს აი ეს ახალი თანამედროვე და ჩვენი ბაზრისთვის ინოვაციური პროდუქტი, ესე რომ დავარქოთ. ეს ინოვაცია არის ჩვენი ბაზრისთვის. ნუ, გიორგი, მე აქ რას დავამატებდი, რომ ეხლა ეს ჩვენი პრინციპში ეს გაერთიანება ნიშნავს რას, რომ ჩვენ ვაზრებთ საშუალებას ჩვენ ფერმერს, რომ რეალიზება მოხდეს მაგათი მოყვანილი პროდუქტი, მაგრამ პარალელურად ჩვენ ვაჩვენებთ გზა, როგორც ჩვენ შეგიძლია გავაუმჯობესოთ შემოსავალი, რა უნდა დაირგოს, რომ ეს ახალი დარგული ჯიშები უფრო ძვირად გაიყიდოს. ანუ ეს არის ფერმერის ინტერესში. თავარი არის რა, რომ გზა არსებობს, ეხლა ეს ტექნიკური რჩევები რო უნდა მოუვაროს, მაგასაც ჩვენ მივცემთ ფერმერს და ეხლა რა თქმა უნდა უკვე ეს ფერმერის საქმე არის, გააკეთებს თუ არ გააკეთებს, მაგრამ გზა და მიმართულება უკვე არსებობს. ეს რთული არის საერთოდ, მაგრამ ამ ტექნოლოგიის ჩამოტანაც თუ მოხდება საჭირო რაოდენობებით ჰექტარების გაშენება სერიოზული მწარმოებლების მიერ, ფერმერების მიერ, შეიძლება ამ ტექნოლოგიის ჩამოტანა, რომლებიც ამ ჯიშებს უხდება, რომელიც ეგრეთ წოდებულ ტირის ჭრას ხსნის და ყველა თანამედროვე ბაღებს უკვე ექნება იმ ტიპის პროდუქტი, რასაც ახლა საუბრობდი, რომ თეთრი, არომატული, გემრიელი, არჭრის პირს და ინოვაციური პროდუქტი საქართველოს ბაზრისთვის და ეს პროდუქტი მოგცემს ჩვენ საშუალებას, რომ თუ რასაკვირველი ხა საბაზრო ფაზზე საქართველოს ვერ იმოქმედებს, რაც იქნება საბაზრო რეალობა ნებისმიერ ქვეყანაში იმას უნდა მოერგო, რომ კონკურენტუნარიანი იყო, მაგრამ ეს მისცემს საქართველოს საშუალებას, რომ ამ ნიშაშიც კი გადადგას ნაბიჯები, ვინაიდან კიდე პლუსი იმ ნიშას ისაა, რომ ხურმა იმდენად ბევრ ქვეყანაში არ არის გაშენებული, იმდენად ბევრში, რომ გადავსებული იყოს მსოფლიო,
ყველგან და აი როგორ ადგილი აღარ იყოს. პირიქით, უფრო ნაკლებ ქვეყანაში არის ზოგიერთ ხილთან შედარებით გაშენებული და მეტი შანსი რჩება, რომ აი განსაკუთრებით ამ ინოვაციურ და თანამედროვე ჯიშებში, რომ რაღაც თავისი წილი ბაზრის მოვიპოვოთ ნებისმიერი მიმართულებით. რა თქმა უნდა, გიორგი, ნახეთ, აქ არის ორი მაგალითი. პირველი მაგალითი ეს არის, რომ რასაც აზერბაიჯანი გააკეთა რუსეთის ბაზარზე, რომ ფაქტობრივად გააჩერა ისრაელი. და მეორე, რასაც თქვენ აჩვენეთ პირველ სლაიდში, რომ ბაზარი მზარდი არის და ეს ბაზარი იზრდება და 10 წელიწადში მკვეთრად გაიზრდება. ამიტომ ჩვენც გვაქვს ეს პოტენციალი, რომ ადვილად ეხლა შევიდეთ ამ ბაზარში. ბაზარიც იზრდება და არსებობს ეს ხარისხი უკვე თავის ადგილას იკავებს, როგორც გააკეთა აზერბაიჯანმა რუსეთის ბაზარზე. სხვათა შორის, არა მხოლოდ მოცულობებით გააკეთა ეს სიტუაცია, რომ ანუ მოცულობებით გაჭყლიტა ისრაელი ან რაღაც სხვა კუთხით. არამედ, ლოგისტიკა რაც ვახსენეთ, ეს ცალკე თემაა კიდე თავისთავად. მაგრამ აზერბაიჯანმაც კი დაიწყო ამ ინოვაციურების გამოყვანა. კი მართალია, ზოგჯერ რაღაც გიბრიდების გამოიყვანეს, მაგრამ ფაქტის წინაშეა ეს მე თვითონ მაქვს შეძენილი სპეციალურად გასინჯული. იქ უკვე შეიძლება ვიღაცა შეეკამათოს, რომ აი რომელიღაც ჯიში ესპანური კიდე უფრო გემრიელი იყო ან რაღაც, ეს ცალკე ისტორიაა. მაგრამ ფაქტი არსებობს, ფაქტად რომ გარდა კლასიკური ჯიშების დომინაციის მოახდინეს აი ამ თანამედროვე ჯიშებითაც უკვე შექმნა და ეს ჯიშები ხშირ შემთხვევაში უკვე როგორც დაბრენდილი მოდის აზერბაიჯანადანაც კი, ანუ აღარ მოდის იმ ჩვეულებრივ წონით რო იყიდება ყუთებში მხოლოდ ეგრე. დაბრენდილიც მოდის, სახელიც კომპანიების და ასე შემდეგ რა. უკვე როგორც აი წინა სლაიდებში იყო ნაჩვენები, როგორც ევროპაში არის მიშველა, ხედავთ, ეს სხვადასხვა კომპანიის მიერ წარმოებული პროდუქტი არის 4-ვე სლაიდში. ხო? აი დაბრენდვა, შეფუთვა, დასტიკერება, აი ამ ფორმითაც უკვე აზერბაიჯანში ესეთი ნიშა შეიქმნა. ეგ კი არა, აზიაში მინდა დაგანახოთ აი ამ ბოლო სლაიდზე, რამდენად არის ძალიან ისეთი სპეციალური პრემიუმ ჯიშები გაკეთებული და რამდენად ისე არის ინდონეზია აყვანილია ხოლმე, რომ ეს არის ხურმების ჯიში. ნახეთ რა ლამაზად არის უკვე გასაყიდად, შესაფუთად შეფუთული, რა დონეზე არიან მისულები. და ჩვენი ხურმას ესეთი შეფუთვის გაკეთება, როცა თვითონ პროდუქტს გააჩნია ეს ეგრეთ წოდებული ობობას ქსელს ეძახიან ჩვენთან ფერმერებში, როგორც მახსოვს, შავი ხაზები, ბევრი დაწერტილება რო აქვს შავი. ეს ყველაფერი პროდუქტის იერსახეს კომერციულს ანადგურებს. ანუ ეს ყველაფერი რისგან არის გამოწვეული, როცა არ ხდება ეს ფუნგიციდები იქნება, ინსექტიციდები თუ სპეციალურად დაშვებული ზომით და ნორმით პესტიციდების მოხმარება, როცა ეს ყველაფრის დარღვევა ხდება, ან გაუკონტროლებლად, ქაოტურად ხდება, ეს ყველაფერი იწვევს საბოლოოდ ამის იმას. ხშირად წვიმები არის ხოლმე, წვიმების მერე ან წვიმებამდე რაღაც პრევენციული ზომები არის მისაღები. ეს ყველაფერი არ ხდება და ეს საბოლოო ჯამში ანადგურებს პროდუქტის იერსახეს. გიორგი, ჩვენ მაგაზე უკვე რამდენი ხანი ვსაუბრობთ. უბრალოდ ჩვენ არ გქონდა აი ეს გასავალი, რეალიზაცია. ეხლა უკვე ჩვენ რეალიზაციას მივახციეთ, ხო და ჩვენ შეგვიძლია კონკრეტულად ფერმერს უთხრათ რა უნდა აწარმოოს და როგორ და უკვე ჩვენ შეგვიძლია მივაწოდოთ უკვე ეს თანამედროვე ტექნოლოგიები, რომლის მეშვეობით ფერმერმა მიიღებს აი ეგეთი პროდუქტი, რომელიც არის ეკრანზე. მაგრამ ეს პროდუქტი, ეს რომ მიიღებს ეს პროდუქტი, ჩვენ უნდა მივცეთ ის იგი ეს გასაქანი, რომ ეს პროდუქტი იქნება რეალიზებადი. თუ ჩვენ მაგას არ შევქმნით ამ პირობებს, ხო? მაშინ ფერმერს უკვე რა მნიშვნელობა როგორი იქნება ეს წერტილიანი იქნება თუ რაღაცა ხაზები, მაინც იყიდება ერთი და იგივე ფასში, კარგი, ცუდი და ეგრე მიდის რეალიზაცია. არ არის უპირატესობა, მაგრამ როცა ეგეთი პროდუქტი იქნება, ჩვენ შეგვიძლია უფრო მეტი დავაინტერესოთ ფერმერი და
გარანტირებულად ეს პროდუქტი უკვე ნახავს თავის ადგილს თაროზე ფედერალურ ქსელებში. მართალი ხარ და ეს თუ მოხდება კიდე თანამედროვე ჯიშების ამ პროექტის ისე გაკეთება, როგორც საჭირო არის, ეს ყველაფერი კარს გაგვიხსნის, რომ სხვა ბაზრებზე ჩვენ შევძლოთ ჩვენი პროდუქტის მიღწევა შეტანა. დამატებითი ბონუსი არის. ეხლა მე ვლაპარაკობ ის, რასაც არსებობს ეხლა, რომ აი თქვა ამ შემოდგომაზე, რომ გავყიდოთ ეს ჩვენი პენსიური ხურმა. რეალობა ხო, დღეს ეხლა ერთ თვეში ვერ დაირღვევა ეს ბაღი და ნაყოფს ვერ მოიტანს, ეს ყველა მიცეს. ჯერ ერთი რიგში უნდა დავდგით, რომ ეს ახალი ჯიშები მივიღოთ. კი, ამ ყველაფრის აგრონომებთან შერჩევა მოხდება, ვის დაინტერესებული იქნებიან, მაგრამ ამ ახალი ჯიშების გაშენებას, არა, ჯერ როგორც ჩვეულებრივი ხურმა რო გავაშენოთ, სიტყვაზე ვიძახი და კარგად მოუვაროთ, ჯერ ისედაც პოპულარული იქნება ეს ჯიშები. კლასიკურ სქემაში, რაც არის საქართველოში. ანუ ეგრეთაც ვიზუალურადაც, იმითაც უფრო ერთ-ერთი კარგად გამოყურებადი ჯიში იქნება. მაგრამ ჩვენ რომ სრული ციკლი შევკრათ, რო ჩამოიტანო გარკვეული ტექნოლოგია, ხა 2 გექტარიანი და 3 გექტარიანი ბაღისთვის და 5 გექტარიანთვის ვერ ჩამოიტან. ეს ხარჯებთან არის დაკავშირებული. ეს გეგმაში უნდა იყოს გაწერილი, რომ ამ დავუშვათ კამერები რო ააშენოს, სადაც მოხდება ამ ყველაფრის ისე დამუშავება, სადაც პირის ჭრა მოიხსნება, ხომ? გარკვეული მოცულობა უნდა არსებობდეს, რომ რენტაბელური იყოს ამ ტექნოლოგიის ჩამოტანა. მოხდება ხო ვიღაცამ 5 გექტარი გააშენოს, არ არის რეალური. რამოდენიმე მსხვილი ბაღი უნდა იყოს გაშენებული როგორც მინიმუმ. რომ მინიმალური რაღაც ინფრასტრუქტურა შეიქმნას ამ პროდუქტის სრულფასოვანი შექმნისთვის. ეს არის რეალობა, სადაც ჩვენ ვიმყოფებით. ჩვენ შეგვიძლია ვფიქრობ, რომ თავის პლატში გავაორმაგოთ, გავასამაგოთ ჩვენი წარმოება და ვიბრძოლოთ ბაზრებზე ჩვენი ადგილის მოსაპოვებლად. აი გიორგი, ეხლა ჩვენ რასაც ვაკეთებთ უკვე ჩვენი გეგმის მიხედვით. ეხლა უკვე მომავალ კვირაში ჩვენ იმაზეც მოცვზეც ვისაუბრებთ, მოცვის პრობლემებზე და აი ესე იგივე გზებზე, რასაც რო გადავჭათ ეს პრობლემები და წინ წავიდეთ. მაგრამ პარალელურად უკვე ატამზე ჩვენ გვექნება უკვე შეხვედრა ფერმერებთან და უკვე იქნება კონკრეტული ნაბიჯები. ეს როგორც იქნება აგრონომიული კუთხით, აქ ჩვენ ვაპირებთ, ესე იგი აგრონომებთან ესპანეთიდან, ანუ თქვენ პარტნიორებთან ისე რომ ვთქვათ, დამეგობრობა, ჩამოყვანა აქ, ესე იგი ტრენინგების ჩატარება და უკვე ამ პროდუქტის მომზადება, რომელიც იქნება უმაღლესი ხარისხის. და პარალელურად იქნება ლაპარაკი უკვე ახალ ჯიშებზე, ვინც ახლა აპირებს ბაღების გაშენება, უკვე იქნებათ ინფორმაცია, რა ჯიშები უნდა დაერგოს, რომ უკვე თავში შეცდომა არ დაუშვას. იმიტომ რომ რაც იყო, რაც არის უკვე გვაქვს ფაქტობრივად, მაგრამ ახალი ნაბიჯები უკვე იქნება გადადგმული მომავალ კვირაში ჩვენ ვაჩვენებთ უკვე მაგალითებს რა იქნება ატამში, ვაშლატამში და მე ეს გაგრძელდება ხურმაზე და სხვა კულტურებზე. ჩვენ ასევე ჩვენს გუნდში იქნებიან ძალიან მაღალი პროფესიონალები, რომლებიც ძალიან პროექტში, როგორც ვახსენებ, შეძლებენ რომ თავისი სწორი გაშენებით, მიწის დამუშავებით, ყველა იმ პირობის შექმნა, ნიადაგის გაფხვიერება, ხშირად ეს გაფხვიერების პროცესი არასწორად არის ჩატარებული, მაგალითად დასავლეთში თიხა არის ბევრი ნიადაგში, იქ სულ სხვანაირი დამუშავება ჭირდება და იქ ერთჯერადი დამუშავება, როცა ეს ამ დონის კომერციული პროექტი მზადდება და სერიოზული პლანტაცია თანამედროვე ინტენსიური შენდება, ზუსტად ისე უნდა მოხდეს, როგორც საჭირო არის და არა როგორც გგონია, რომ გამოიტანს შედეგს. იქ ყველაფერი უნდა იყოს დეტალურად გათვლილი. დასავლეთში მაგალითად ორმაგის რამოდენიმეჯერ არის საჭირო ნიადაგის გაფხვიერება. სამაგეროდ იქ ისეთი სიღრმისეული არ არის საჭირო.
ისეთ სიღრმეზე გაფრთხილება, არამედ ზედა ფენების რამოდენიმეჯერ კახეთში სხვა სტილით უნდა გაკეთდეს, იქ დრენაჟის სისტემა უნდა მოეწყოს, ისეთი რომ თანამედროვე ჯიშებს ერთი რაღაცა ახასიათებთ. მიუხედავად იმისა, რომ ფესური სისტემა ვისთანაც ჩვენ თანამშრომლობთ, სოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო იქნება იმ ენერგიების და ერთ-ერთი ყველაზე განვითარებული და ძლიერი და ასე შემდეგ. მოხდება ასევე საქართველოს რეალობის გათვალისწინება, რომ თანამედროვე ჯიშებს რაც უნდა კაი ენერგიით და ფესვი ჰქონდეთ, თუ ნიადაგი არ არის კარგად დამუშავებული, განსაკუთრებით ისეთ ადგილებში, სადაც აი თიხნარი და მსგავსი დიდი რაოდენობით არის ნიადაგში, მაშინ ხდება დრენაჟის დარღვევა. ცუდი დრენაჟი იწვევს განსაკუთრებით სადაც უხვი ნალექები არის, სოკოვანი დაავადებების, ფესვის განვითარების ან დალპობის ხშირ შემთხვევაში პრობლემებს, რაც საბოლოო ჯამში შეიძლება ზემოდან არ ჩანს, მაგრამ აუცილებელია, იმიტომ რომ როცა ბიზნეს გეგმა შედგება ფერმერის და მან უნდა რომ მივიდეს იმ შედეგამდე, არ შეიძლება არც ერთ ჯაჭვში კომპრომისის დაშვება. უნდა მოხდეს გაფხვიერებული, კარგად დამუშავებული, კარგი დრენაჟი გაკეთებული და ამის სპეციალისტები ჩვენ ჯგუფში არიან, მაგალითად, ვინ ჩვენთან იპარტნიორებს, რომ ფაქტიურად იდეალურ მდგომარეობაში მოხდეს ამ ენერგიების დანერგვა პლანტაციაზე, რომ დრენაჟი და ეს ყველაფერი კარგი რო იქნება, ხის ფესვი არ იქნება სტრესში, ხის ფესვი განვითარდება კარგად, არ მოხდება წყლის ისეთი დაგუბება, რაც გამოიწვევს ფესვის განადგურებას და ავტომატურად ყველა ის პროცედურაც ხის ზემოდან ჩატარდება, ეს იქნება შეწამლა თუ კვება აუცილებლად წვეთოვანით, კვება უნდა მოხდეს წვეთოვანით გარეშე, თანამედროვე პლანტაციები დღეს ფაქტიურად არ შენდება არსად. აი ეს ყველაფერი რომ იქნება დაცული, მაშინ მივიღებთ ძალიან დიდი ალბათობით ზუსტად იმ შედეგს, რაც პროექტის დასაწყისში იქნება გათვლილი. და ეს არის თანამედროვე ფორმულა წარმატების აგროსფეროში. სხვა შანსი არ არსებობს. კომპრომისებით გაშენებული მით უმეტეს თანამედროვე პროექტები არ არსებობს. ან აკეთებს სრულად და იცავ ყველაფერს, ან მერე იწყება გარკვეული პრობლემები, რომლებიც თუ დაუჭათ შენ ზემოდან მოუარი იდეალურად, მაგრამ არ მიხედე ნიადაგს, არ გააშენე, ის გააფუჭებს ნაწილ ფესვს, ხედაკარგავს იმ ძალას, რომ იკვებოს და განვითარდეს როგორც საჭიროა, აქედან გამომდინარე ზემოდან რაც უნდა კარგად მოუარო, ქვემოთ თუ პრობლემები დაიწყება, ვერ მიიღებ იმ შედეგს. იგივე ლოგიკა არის უკუღმა, თუ ქვემოთ მოუარე კარგად, მაგრამ მერე ზემოდან არ მოუარე და არ იკვებე, ვერ მოხდება ასევე განვითარება. როგორც ვთქვი, რომ ჩვენ არა მხოლოდ გარკვეულ ნაწილს, არამედ გვინდა რომ სრული სპექტრი ხორციელდებოდეს მაღალკვალიფიციურად, ხარისხიანად, რომ აზრი გქონდეს გარკვეულ ინვესტიციას იქნება ეს ფერმერის თუ სხვა ნებისმიერი პიროვნების მხრიდან, ჩვენი მხრიდან თუ სხვა მხრიდან, რომ პროექტმა შეძლოს თავისი კონკურენტუნარიანი პროდუქტის შექმნა. ჩვენთან დღეს მოკლედ კიდე გარდა მოვლისა და იმის სხვა პრობლემებიც აქტიურად დგას, ეს არის post-harvest-ის პრობლემები, ანუ დაკრეფის შემდგომი პრობლემები, ხშირად პრობლემები არის მუშახელის და არა მხოლოდ მუშახელის, კვალიფიციური მუშახელის, რომლებიც ხშირ შემთხვევაში არ არიან საკმარისად კვალიფიციურები, რომ ან არ უტარდებათ საკმარისი ტრეინინგები, რომ მოხდეს იმ სამუშაოების ხარისხიანად შესრულება, მაგალითისთვის მოვიყვან. არ შეიძლება პროდუქტის უხეშად დაკრიფა. აი მაგალითად, შეიძლება ხურმა დაკრიფო უხეშად, სადღაც დაეცეს, სადღაც უხეშად ჩაყარო, ისე რომ პროდუქტი დაიბეჟოს. აი რატომ არის საშიშროება? შეიძლება ჩვენ კარგი პროექტი გავაფუჭოთ ცუდი კრეფით.
ანუ თქვენ შეიძლება იდეალური ხურმა მოიყვანოთ, მაგრამ თუ ის უხეშად დაიკრიფა, სადღაც დაიბეჟა, რამოდენიმე დღეში მას ეწყება გაშავება. ეს ზუსტად ავტომატურად გზაში. ზუსტად გზაში. ანადგურებს. თან თუ რამოდენი, არა, ნუ ხანდახან ხდება, რომ თუ ეგრევე როგორც ველურად ხდება მანქანებში ჩაყრა, მე რას ვიძახი, 30 წლის უკან და 40 შეიძლება ეს ნორმალური მეთოდი იყო. მაგრამ დღევანდელი მოთხოვნები, მაშინ მოთხოვნებიც სხვა დონეზე იყო. დღეს სხვა მოთხოვნები, ამიტომ სერვისიც სხვა დონეზე დგას. შენ არ გაქვს უფლება რომ დაბეჟილი და ეგეთი პროდუქტი ჩაიტანო, რაც არ უნდა კაი ჯიში ჩაქონდეს. არის თავისი სტანდარტი. ჩვენ თქვით რომ პასპორტის ხარისხებს მომავალში გადაცემებში დაუთმობთ. ამას დროს და ვაჩვენებთ. უბრალოდ ერთ გადაცემაში ყველაფერს ვერ ჩაადებთ. ჩვენ უნდა მოხდეს post-harvest-ი და post-harvest-ი ეს კრეფის შემდგომი პერიოდის დაცვა არ არის ხოლმე კარგად მოკრეფა. პირველ რიგში კარგად მოკრეფა არის ეს, რომ არ მოხდეს პროდუქტის დაბეჟვა, რომ მან არ გამოიწვიოს მომავალში ხარისხის დაკარგვა, რაც შეიძლება იმ დღეს არ ჩანდეს და რამოდენიმე დღეში დააზიანოს ექსპორტიორი, ან მაცივარში შენახვისას გამოიჩინოს თავი და კიდე მეტი გადარჩევა გახდეს. საჭიროა თავისთავად ხარჯებს ზრდის. ასევე ფაქტიურად ხშირ შემთხვევაში არ ხდება დაცვა ამ პროდუქტის. პირველი 24 საათი ხდება მხოლოდ გადარჩევა ტემპერატურულად დაუცველ ადგილებში. ერთ-ერთი პლუსი ის აქვს, რომ იმ პერიოდში, როცა ხურმის კრეფა ხდება, ისეთი მაღალი ტემპერატურის სიცხეები არ ფიქსირდება ოქტომბერში და ნოემბერში, როგორც ზაფხულში იცის. და თითქოს და რაღაც შეღავაც ეგ ვიკეთებთ ჩვენ. მაგრამ რა მომენტები არის კიდე რომ ამ პროცესში ჩვენ გვექნება ვიდეო საუბრის ბოლოს ერთ-ერთი სხვადასხვა კოოპერატივების სად და როგორ ხდება ამ ყველაფრის ტექნოლოგიურად მოკრეფის შემდეგ დამუშავება და ამ შემდეგ საუბრის ბოლოს ამ ვიდეოს ჩვენ ჩავთავთ და გაგიზიარებთ რომ თქვენ ნახოთ ვიზუალურად ეს პროცესი, მაგრამ დღევანდელი რეალობა ის არის რომ კვალიფიციური მუშახელის დეფიციტი არის, ზოგადად მუშახელის დეფიციტიც არის, არავითარი ტექნოლოგიები არ არსებობს კრეფის შემდგომი გადამუშავების, რომ ის კომერციულ იერსახემდე მივიყვანოთ. შეფუთვებზე და ბრენდებზე ხო საუბარი რომ ეს საერთოდ ჩვენ ამ წუთას არ გაგვაჩნია, მით უმეტეს ხურმის სექტორში ხო საერთოდ ერთ-ერთი მოცვის სექტორი არის, სადაც ეს დაიბადა და ნორმალურად მიმდინარეობს ამ ყველაფრის პროგრესირება. რაც შეეხება სრულ განვითარებას ქვეყნის, ეს ყველაფერი უნდა დაინერგოს. ისე ჩვენ დიდი მომავალი არ აქვს ამ სექტორში. და აქეთკენ მივდივართ და უნდა უფრო აქტიურად წავიდეთ რა, ესე რომ ვთქვათ. ხშირად ხდება კიდე ისეთი სასაცილო შემთხვევები, რომ მყიდველები მიდიან ხოლმე ჩვენთან მაცივრებში და ისეთი პატარა მაცივრები აქვს ზოგს, რომ შენ ვერ შედიხარ და პროდუქტს ვერ ნახულობ, უნდათ რომ შენ ეს პროდუქტი წინ დადებული 2 პალეტის შეფასებით შეიძინო. შენ თუ ფული გადაიხადე, ეგეთი შემთხვევებიც კოლეგებმა მითხრეს, რომ გამოგაქ ეს მაცივარი და ცლი, შენ შეიძლება აღმოჩინო შიგნით სულ სხვა პროდუქტი დევს. ჩვენთან ეგრეთ წოდებულ კუკლას რომ ეძახიან, რა თქვენი თქმის არ იყოს წინა გადაცემაში, როგორც თქვენ დაარქვით, კუკლა და ისეთი სასწაულები ხდება, რაც იმის მაგერად რომ მყიდველი, ექსპორტიორი და ერთმანეთს ხელს უწყობდნენ, ხშირად ხდება ცდილობა რომ ვიღაცას პროდუქტის შეტენოს და იმაზე აღარ ფიქრობს იმის იგით რა მოხდება. ერთ დღეზე გათვლილ კომერციულ მოგებაზე დგას ხშირად ინდუსტრიის ბედი. და ეს ყველაფერი მომავალში, ეს ყველაფერი უნდა შემცირდეს, აღმოიფხვრას და ერთიანი სისტემა შეიქმნას, სადაც იქნება პირველ რიგში აქცენტი, რომ ფერმერმა ნახოს თავისი მოგება, მას ჰქონდეს წინასწარ გაყიდული მოსავალი, მოხდეს კოოპერირება, ისეთი სინერგიული, რომ კოოპერატივში ხდებოდეს ამ ყველაფრის კოლაბორაცია, ამ ყველაფრის გაერთიანება, აკუმულაცია და უკვე ქვეყანა ცდილობს, რომ საექსპორტო დანიშნულებების მიმართულებით გაუშვას ღირსეული პროდუქტი, რომელიც ქვეყანას შეუქმნის სახელს,
რომ ამ ქვეყანაში არსებობს მაღალხარისხიანი პროდუქტი, რომელიც კლიენტისთვის საინტერესოა და არა მხოლოდ მაღალხარისხიანი, არამედ ის პროდუქტი, რაც დღეს მოთხოვნადია, რაც პოპულარულია და რაც სხვადასხვა ქვეყნის რიტეილებს, ან სუპერმარკეტებს შეუქმნის სურვილს, რომ შეიძინონ ქართული პროდუქტი, ვინაიდან ისინი იქნებიან დარწმუნებული მის ხარისხში. როგორც კი მსგავსი პროდუქტი იქნება, ჩვენ ამის პრომოუშენსაც სხვადასხვა ქვეყნებში და ბაზრებზე მოვახდენთ. მაგრამ პროდუქტი უნდა არსებობდეს, რომ მისი რეკლამა მოახდინოთ. თუ პროდუქტი არ იქნება, ჰაერს ვერ გაერეკლამირებ. ეს არის ჩვენი რეალობა დღეობით. გასაგებია. კარგი, გიორგი, მაშინ ეგრე რო რეჟიმი გავაკეთოთ, ესე იგი მომავალში ჩვენ უკვე ეს გადაცემები გრძელდება და ჩვენ ახალ კულტურებს განვიხილავთ. მაგრამ პირველი რეალური უკვე ნაბიჯი ჩვენ გვექნება ფერმერებთან შეხვედრა, ეს იქნება კახეთში ეს ატმის და ვაშატმის თემაზე და უკვე გადავალთ რეალურ ნაბიჯებზე, აი ეს რასაც თქვენ ბრძანეთ ეს ასოციაციების უკვე შექმნა, გაერთიანებები და ერთი ფრონტით უნდა შეუდგეთ საქმეს. დიახ. ჩვენ არა მხოლოდ ვაშტამას განვიხილავთ, იქ სხვადასხვა პერსპექტივები იქნება. ძნელი ერთ გადაცემაში ყველაფერზე ისაუბრო, ისევ ხალხს გაუშვებ. კი. მე გიორგი ვამბობ, რომ ეს შეხვედრები, ანუ დარგობრივი შეხვედრები, ეს იქნება, ვთქვათ, ეხლა ვაშლი, ისა ვაშლატამა და ისა ატამი და მე უკვე გადავალ სხვა კულტურებზე და ეგრე უკვე სიღრმეში ვჩევალთ. დავანახოთ პერსპექტივებს, ვინც სერიოზულად არის ამ საქმისადმი მოკიდებული, როგორც გაშენების, ნიადაგის მოვლის, შხამქიმიკატების, საკვები ნივთიერებების, აგრონომიური პროცესების ჩართვის, აგრონომების, როგორც ადგილობრივები, ვისაც კვალიფიკაციას აუმაღლებთ, ასევე უცხოელები, ვინც თვითონ მოიგონეს ეს ჯიშები სიტყვაზე ვთქვათ და იქიდან მოდის და ყველაზე მეტი გამოცდილება იმად გააჩნიათ. ამ ყველაფერს ადგილობრივი აგრონომების, გამოცდილი აგრონომების გამოცდილებას შევაჯამებთ ერთმანეთში. აურებთ, რომ საუკეთესო პროდუქტი, რომელიც ადგილობრივ ბუნებას, კლიმატს, ჰაერს და მიწას მოერგება, ისე მოხდეს ამ ყველაფრის შერჩევა, ასევე არსებული პროდუქტის პრომოუშენს, რომ სხვადასხვა ბაზრებზე მისი რეალიზებაც მოხდეს, უბრალოდ სრული ჯაჭვის შეკრა რომ მოხდეს იმ პროცესში ვართ. ჩვენ რამოდენიმე ვიდეოს განვაზიარებთ, გვექნება აი ახლა საუბრის ბოლოს კომენტარი, მათ შორის შესაძლებელი არის, რომ ამ წუთას რამდენად პოპულარული არის და ლამაზი, ესე რომ ვთქვათ, საზღვარგარეთ და რამხელა ყურადღება ექცევა ამ ყველაფერს. ერთ-ერთი კომპანიის ჩემი პარტნიორები, კოლეგები, მეგობრები ძალიან დიდი კომპანია არის, მაგრამ ზოგადად ესპანეთში ესენი ახდენენ ძალიან პოპულარიზებას. უკვე ძალიან დიდი ხანია მაგათი ჯიშის პერსიმონის და იმდენად პოპულარულია, რომ ესეთი საინტერესო რეკლამების კი კეთება. აი ერთ-ერთი რეკლამა იქნება ახლა თუ გავაზიარებ მე ეკრანზე, აი ერთ-ერთი კომპანია თუ რამდენად ლამაზად ახდენენ და შემდეგ ვიდეოებს შემდეგშიც გავაგზავნებთ ამ ვიდეოს მერე. ესეთი აქტიური კამპანიები მიმდინარეობს, რამდენად სასარგებლო არის პროდუქტის, რამხელა ვიტამინებს შეიცავს ეს, როგორ მიირთმევენ ვაშლის ფორმით, რამდენად არომატული არის, რამდენად აი უკურკო ჯიში რო არის, ესეც ძალიან პოპულარულია მომხმარებელში. სხვა ფორმით დაჭრილი, შემოჭრილი, რა ვიცი, იმდენად თქვენ თვითონ ხედავთ, რამდენად ლამაზად არის წარმოდგენილი, თვითონ ხომ ხარისხსაც ხედავთ, კანის მდგომარეობას, რამდენად ხარისხიან და მაღალი ღირებულების პროდუქტზე მუშაობენ. ეს არის ერთ-ერთი სამაგალითო ბაღი, ხედავთ როგორი მიდგომით და როგორი შეფასებით ხდება დაწყება ყველაფრის, მოსავლის, კრეფის წინ, სიმწიფის შეფასება, ამ ყველაფერი ისეთი ორგანიზებული, სტრუქტურირებული სისტემა არსებობს კრეფისას.
ეს არის პირველად იკრეფა და საიდანაც მოხდება ამ მოსავლის მერე packing house-ში გადატანა, ანუ დაფასოების იმაში, ეს არის პირველად იკრეფა, გადაირჩევა ეს პროდუქტი შემდეგ, ჯერ მიდის ჩვეულებრივი პროცესი, არავითარი სასწაული არ ხდება, მუშების მიერ კრეფის აქტიური ფაზა არის, ეხლა სეზონი მიმდინარეობს, ამ ვიდეოში ეგ პერიოდი არის ნაჩვენები. შემდეგ ამ ყველაფრის ხდება გადატანა, ჩვენ ამის პროცესს თვალყურს ვადევნებთ, დაკრეფილი მოსავლის. მაქსიმალურად მალე ცდილობენ, რომ დაკრეფილი პროდუქტი გადავიდეს შესანახ სამაცივრე მეურნეობაში. უკვე შემოტანილი პროდუქტი უკვე ტემპერატურულად კონტროლირებად გარემოში მიმდინარეობს, უკვე მეტნაკლებად სიგრილე არის, ზისხივებისგან დაცული არის უკვე პროდუქტი. ეხლა მიმდინარეობს ამ პროდუქტის დახარისხება, დაფასოება, ეგრეთ წოდებული მსუბუქი გარეცხვა და დამუშავება პროდუქტის. უყურებთ, რომ ესეთ ბზინვარით გამოვიდა პროდუქტი, ეგრეთ წოდებული ჩოთქები ახდენენ პროდუქტის გაწმენდას და მიდის დასაფასოებელ ხაზზე, სადაც ხდება ხარისხის მიერ და კალიბრების მიერ დაფასოება პროდუქტის. ესეთი ტექნოლოგიური პროცესი მიმდინარეობს. კალიბრის და ხარისხის მიხედვით დაფასოების შემდეგ ხდება უკვე გადანაწილება. და ამ გადანაწილებული პროდუქტის უკვე საბაზრო იერსახე მიეცემა შეფუთვაში, ბრენდირებაში, ჩალაგებაში და ეს ჩალაგებული უყურეთ რა ხარისხის პროდუქტი არის დადებული და ამ ყველაფრის უკვე რეალიზაციაზე გაშვება. ეს უნდა იყოს ჩვენი მიზანი, ამ წუთას ხდება პენეტრომეტრით სიმკვრივის გაზომა, ეს არის პენეტრომეტრის სიმკვრივის აპარატი, ეს არის ტემპერატურის მზომი აპარატი, რა ტემპერატურაზე არის, ეს არის ბრიქსის მზომი, ეს რამდენი შაქრების შემცველობა არის აპარატში, რომ დარწმუნდეს მწარმოებელი, რომ მან მიაღწია საკმარის არომატულობას ციფრებში რწმუნდებიან და არა მხოლოდ გემოს დონეზე ციფრები, მანიშნებელია შაქრების რაოდენობის, ეს კიდე განსაზღვრავს სიტკბის შეგრძნებას ჭამისას. ხდება შეფუთვა, დაბრენდვა, დასტიკერება და სარეალიზაციოდ გაშვება ადგილობრივ ან საექსპორტო ბაზარზე. აი ესეთი დონეს უნდა მივახციოთ ჩვენ, ეს არის რეალობა, ეს არ არის რაღაც სასწაული, ამას უბრალოდ ჭირდება გაერთიანება, კოოპერატივების ჩამოყალიბება და ამ სრული სისტემის დანერგვა საქართველოში. ერთ-ერთი რიგითი კოოპერატივი, ეს უკვე გადატანილი პროდუქტის სანამ ექსპორტზე გავა, რომ მოხდეს მისი ტემპერატურული ნორმებში შენახვა და დაცვა, რომ არ მოხდეს დარღვევა, რომ ამ პროდუქტის ხარისხი არ იმოქმედოს. მე მგონი, ნებისმიერ ტელემაყურებელს, ვინც ხურმაში ერკვევა, დედავს რა ხარისხთან გვაქვს საქმე. გიორგი, მოგეთ, ძალიან დიდი მადლობა, ძალიან საინტერესო გადაცემა იყო და მანამდე ჩვენ დავასრულებთ გადაცემას, მე მინდა პატარა ანონსი გავაკეთო, რომ ესე იგი აი ერთ კვირაში 10 დღეში ჩვენ ახლა დავაზუსტებთ, როდის იქნება შეხვედრა ფერმერებთან, მაგრამ ყველას მინდა ესე იგი მიუწოდო ინფორმაცია, რომ ვინ თუ დაინტერესდება ამ შეხვედრაში, მობრძანდით და თქვენ პირდაპირ შეგიძლიათ დაელაპარაკოთ გიორგის და გამიხილოთ ყველა ის საკითხები, რასაც თქვენ გაინტერესებთ. ეს იქნება ექსპორტი, მოყვანის, დავიწყოთ მაგაზე საუბარი, თემები, რომ მომზადეს ეს
რასაც გიორგი ამბობს post harvest ეს არის მოგრების შემდგომ როგორ უნდა შევინარჩუნოთ ხარისხი ამ პროდუქტის, არსებული პროდუქტის და რა თქმა უნდა გამიხილოთ ახალ ჯიშებს, რასაც ჩვენ მომავალში ჩამოვიტანთ, დავდგავთ და თქვენ გექნებათ უკვე კონკურენტუნარიანი პროდუქტი. გიორგი, კიდევ ერთხელ დიდი მადლობა და მომავალ შეხვედრამდე. დიდი მადლობა თქვენ. აი ესეთი საინტერესო ციკლის გაშვებისთვის. ჩვენ როგორც თქვენ თქვით, იქნება შეხვედრა, სალაპარაკო კიდევ ბევრია, მაგრამ სალაპარაკოზე მეტი კიდე გასაკეთებელი არის პრაქტიკული ნაბიჯების გადადგმა არის საჭირო, რასაც ვაკეთებთ. იქნება ნაწილი გუნდის წარმოდგენა, ვის შევძლებთ შემდეგ შეხვედრაზე ფიზიკურად ჩვენს დიდ გუნდში გაერთიანებული პროფესიონალებიც დაესწრებიან თქვენთან ერთად, ვისაც არ აქვს საშუალება ონლაინ ჩავერთვებით სხვადასხვა ქვეყნიდან და საინტერესო იქნება და ყველაფერს უკვე ადგილზე უფრო დეტალურად განვიხილავთ და ცალკე შეხვედრა ეს, ცალკე კიდე ციკლი გაგრძელდება სხვადასხვა პრობლემების და მათი მოგვარების საშუალებებზე. კარგით, დიდი მადლობა. ნახვამდის. კარგად გამდებოდეთ.